ორკვირიანი უწყვეტი პროტესტისა და საავტომობილო გზის გადაკეტვის შემდგომ განათლების სამინისტრო იძულებული გახდა, რომ ეპოვა ალტერნატიული ფართი, სადაც მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები დროებით შეძლებენ განათლების მიღებას. ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც მშობლებმა, მასწავლებლებმა და სკოლის მოსწავლეებმა სამინისტროს წარმომადგენლებს კონკრეტული ვადები დაუსახელეს და სწორედ ამ ვადების განმავლობაში უნდა ეპოვათ მას ალტერნატიული ფართი, სადაც შეასახლებდნენ მოსწავლეებს. ორშაბათი იყო ბოლო დღე, როდესაც შეძლებდნენ მოსწავლეების სწავლის გაგრძელებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავიდოდნენ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით რამდენიმე საათის წინ განათლების მინისტრმა და საჯარო სკოლის მშობლებმა მოინახულეს ის ალტერნატიული ფართი, სადაც მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები ორშაბათიდან განათლების მიღებას შეძლებენ. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები უკვე რამდენიმე კვირაა დადიანის ქუჩაზე საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ამბობენ, რომ 7 წლის წინ დაანგრიეს ეს სკოლა და რამდენიმე წელიწადში უნდა აშენებულიყო, თუმცა უშედეგოდ ამ დრომდე არავინ იცის, როდის დასრულდება მე-10 სკოლის მშენებლობა. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ქუჩაში გამოვიდნენ და ითხოვდნენ ალტერნატიულ ფართს, რათა მათ განათლება მიეღოთ. როგორც ჩანს, პროტესტმა ნამდვილად გამოიღო საბაბი და სწორედ ამ პროტესტის შემდგომ განათლების სამინისტრო იძულებული გახდა, რომ რაც შეიძლება მალე ეპოვათ ალტერნატიული ფართი, სადაც მოსწავლეების სწავლას შეძლებდნენ. მიუხედავად ამდენი დღიანი პროტესტის, ტანჯვა-წამებისა და ასე ვთქვათ, ორკვირიანი სწავლის მიღმა დარჩენილი ბავშვების იმედია, რომ ამ ახალ შენობაში ჩვენი შვილები უკეთ განაგრძობენ სწავლას და რაც ძირითადი მოთხოვნა, ისე მოთხოვნად რჩება, ეს არის ჩვენი მე-10 სკოლის მალე დასრულება. რადგან გვინდა ჩვენმა შვილებმა განაგრძოს სწავლა ჩვენ სკოლაში. სწავლა განახლდება ორშაბათს, როგორც ქალბატონმა თამარმა მინისტრის მოადგილემ ბრძანა. 21 საუკუნეში ვითხოვთ მშობლები ბავშვებს და ჩემ შვილს და ყველა ბავშვს, რომელიც მე-10 სკოლაში სწავლობს და არ არის ეს ცოტა ბავშვების რაოდენობა, 1200 ბავშვზე მეტია, ხო? ვითხოვთ გქონდეთ შენობა, სადაც შევლენ და ჩაუტარდებათ გაკვეთილები. რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ აქციის მონაწილეებს. პირველი მოთხოვნა არის უკვე დაკმაყოფილებული და როგორც უკვე მაყურებელმა იცის, ორშაბათიდან მოსწავლეები შეძლებენ განათლების მიღებას, თუმცა მთავარ მოთხოვნად ამ დომდე რჩება, რომ მე-10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს, იმისათვის რომ მოსწავლეებმა სრულფასოვანი განათლების მიღება შეძლონ.